საქართველოში ტიპის დატოვება ჩვეულებრივი ამბავი ესეთი პროფესიის მქონე ადამიანებიც, როგორიცაა ბარბერი, მიტანი, კურიერი, ბარისტა, ტაქსისტი და ასე შემდეგ. მაგრამ რა მოხდება თუ მივცემთ ტიპს ისეთ ადამიანებს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რომ შეიძლება მათი პროფესიის ხალხსაც დაუტოვონ ტიპი. აიღებენ უარს გვეტყვიან თუ? არა. კი. არა, ვერ წავიღებ მე უკან. დღევანდელ ვიდეოში ჩვენი მიზანია თბილისში ვიპოვოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვის თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე არ არიან ტიპებს მიჩვეული და ჩვენი მხრიდან ტიპებით დავასაჯულოთ. აუცილებლად აქ ვიდეოს ბოლომდე, რადგან პროფესიები უფრო და უფრო რთული გამოსაცნობი იქნება. და ვიდეოს ვიწყებთ ვაკის პარკიდან. პროფესია მებაღე. და დღევანდელ ვიდეოში ვიპოვით და ფულით დავასაჩუქრებთ ისეთ ადამიანებს, ვისაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე ტიპს არ უტოვებენ. ვიდეოს განმავლობაში უფრო და უფრო უჩვეულ პროფესიებს ვნახავთ და ახლა ვიწყებთ ვაკის პარკით და მებაღის პროფესიით. გამარჯობა. 2 წუთი გააქვთ. თქვენთვის ტიპი თუ დაუტოვებიათ? არა. არა. აი თქვენ პროფესიაზე რომ მომიყვეთ ცოტათ შეიძლება. არა, არ ვარ და ტიპს გაჩუქებ. მაგისტრი არ ვარ მე. არა, მართლა, აი ცოტა მაინტერესებს, რას აკეთებთ ხოლმე ყოველდღიურად. გიხოცები. თუ ტიპი უნდა დაგიტოვოთ. ჩვენთან არ შეიძლება ეგეთი. კარგით, მადლობა. გამარჯობა. თქვენთვის ტიპი თუ დაუტოვებიათ ოდესმე? გაშვილი? ჩაი, ტიპი. არა. ისე ყოველდღიურად რას აკეთებთ ხოლმე აქ, რას მოიცავს თქვენი სამუშაო? გამწვანია რაც ეკუთვნის შვილი ყველაფერს. აი, მინდა რომ ტიპი დაგიტოვოთ და ეს ჯოის ლიმონათი ენერგეტიკულის გემოთი რომ გადმოგცეთ. ვაი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ ესეც კარგ საქმეს აკეთებთ. ნახვამდის ბედნიერი დღე. არა, ფრით თვირიქით, მადლობა რასაც აკეთებთ. ნახვამდის. ეგარი. მოკლედ ერთმა არ გამოგვართვა საერთოდ და თან მივხვდი რომ ლაპარაკიც არ უყვარდა და რომ დაინახა რომ ვიღებდით მით უმეტეს გაიქცა და თან მით უმეტეს ალბათ ტიპებს რომ არასდროს არავინ არ უტოვებს ცოტა ეუცნაურა. მაგრამ მეორე ადამიანმა გამოგვართვა ძალიან გაიხარდა და რო გაიხარდათ მეც ძალიან გული ამიჩუყდა მაგ დროს და ძალიან გული მწყდება რომ მათ არასდროს არავინ არ უტოვებს ტიპებს და დაუტოვოთ ხოლმე გორ. მეზოვეს ვხედავ ეხა იქით და მგონი ჯობია რომ მეზოვესაც დავეწიოთ და ვაჩუქოთ. გამარჯობა, 2 წუთი გააქვთ. თქვენთვის ტიპი დაუტოვებიათ? ჰა? ტიპი დაუტოვებიათ თქვენთვის ჩაი? არა, ძალიან კარგ საქმეს რო აკეთებთ ჩვენთვის, მინდა ეს ცირედი გადმოგცეთ თქვენ და ჯოით საჩუქრად. რატომ? იმიტომ რომ კარგ საქმეს აკეთებთ და თან ვიდეოს ვიღებთ YouTube-ისთვის და ისეთ ადამიანებს უტოვებთ ჩაის, ვისაც არასდროს არ უტოვებენ. ჩაი არის, აი კაფეში რო უტოვებენ ხოლმე მიმტანებს და თქვენ ხო არასდროს არ გიტოვებენ და ამიტომ გვინდა რომ გადმოგცეთ თქვენ. ჩაი არის, ტიპი არის. მინდა რომ ეს გადმოგცეთ თქვენ. დიდი მადლობა. და ეს ჯოი არა. ძალიან დიდი მადლობა კარგ საქმეს რო აკეთებთ. ნახვამდის. არა. ცოტა დაიბნა და არ იცოდა იმ ადამიანმა საერთოდ ტიპი რა იყო და ახსნა მომიწია რამოდენიმეჯერ და თავიდან არ ჯეროდა ვერ ხვდებოდა ფულს რატო ჩუქნით, მაგრამ საბოლოოდ ძალიან გაიხარდა და ძალიან მიხარია. მე მგონი ძალიან ემოციური ექსპერიმენტი გამოგდის და ეს ვიდეო თუ ავად 15000 მოწონებაზე შემდეგ სერიებსაც გადავიღებთ. ამიტომ ახლავე მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. და ვიდეოს ბოლომდე დარჩი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მომენტები გელოდება. ახლა ვართ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში და უნდა ვიპოვოთ დაცვის თანამშრომელი, რომ მასაც ვაჩუქოთ ფული. ავიდეთ. აი ახლა მართლა წავიდეთ. ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ იმედია ვიპოვით. აი იქით არის მგონი უნდათ და გამარჯობა. 2 წუთი გააქვთ. მაინტერესებს ტიპს თუ გიტოვებენ ხოლმე თქვენ? ტიპს თუ გიტოვებენ ხოლმე თქვენ? ტიპს არა. არა, დიდი ხანია აქ მუშაობთ? 2-3 წელია. და რას აკეთებთ ხოლმე ესე ყოველდღიურად? რა შედის თქვენ მოვალეობაში? ჩემ მოვალეობაში შედის, ახლა ვიგეთქვი. ეს პროდუქციის ეს დაცვა. დაცვა და აი ესეთი ისე იპარავენ ხოლმე? არიან ჩანს. მაინც ახერხებენ? არა, ის შეძლებო რაღაც. მოკლედ, მინდა რომ ტიპი გადმოგცეთ ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ეს ჯოი არის ლიმონათი ენერგეტიკულის გემოთი და ძალიან დიდი მადლობა რომ მუშაობთ და იცით. ნახვამდის, აბა მადლობა. მადლობა თქვენ. მე drink joy-ის წარმომადგენელი ვარ. ძალიან გემრიელია და იმედია მოგეწონებათ. ძალიან საყვარელი ადამიანი შეხვდა და რა თქმა უნდა, მასაც არასდროს არავინ არ უტოვებს ტიპს და ძალიან გული დამწყდა მაგაზე, მაგრამ ტიპსთან ერთად ჯოიც ვაჩუქეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოეწონება. ეხლა წამოდი ვნახოთ ქუჩაში ისეთი ადამიანი, ვინც ყვავილებს ყიდის ხოლმე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მათაც არასდროს არავინ უტოვებს ტიპს.
გამარჯობა. 2 წუთი გააქვთ? თქვენთვის ტიპი თუ დაუტოვებიათ ჩაი? არა. ძალიან ლამაზი ყვავილები გაქვთ. ისე საქმიანობთ ხოლმე. და იყიდება კარგად? არა. მინდა რომ ტიპი დაგიტოვოთ ორივეს. ეს რატო ბებო? იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ძალიან მიხარია რომ ცდილობ და ეს კიდე ჯოი არის ლიმონათი ენერგეტიკულისგან. ორივე გაგოხარეთ. არა, მადლობა ეს გაყიდეთ. არა, თქვენ გაყიდეთ ეს. ხაი გაიხარეთ. მადლობა და აბა წარმატებები და ბედნიერი დღე. მადლობა დიდი, აბა ნახვამდის. მოკლედ გონი ძალიან გავახარეთ ის ორი ბებო, უსაყვარლესები იყვნენ და ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ დიდად არც გვეყიდება ყვავილებიო და სხვა საქმეც არაფერი არ გვაქვს და მოკლედ ძალიან მიხარია რომ ესე ვეხმარებით. ძალიან დავიღალეთ ეხლა და მოვედით საჭმელად. ცოტას დავისვენებთ, შევუკვეთავთ საჭმელს და თან დარწმუნებული ვარ რომ შეფებს არასდროს არავინ არ თიფავს და თუ მოგეწონება საჭმელი, შევაფასებ და შემდეგ შეფს დაუძახებს და გავთიფავთ. სანამ მოგვიტანდნენ კერძებს, მანამდე უნდა დაგვეწყო გადაღება, მაგრამ ისეთი დამშეულები ვიყავით ყველა რომ ვერ მოვითმინეთ და ვჭამთ და შევაფასებთ და შემდეგ დაუძახებთ შეფს. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და კარგადაც დავნაყდით და ეხლა დაუძახებთ მიმწას და ვთხოვთ რომ შეფს დაუძახოს. გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. ტიპს თუ გიტოვებენ ხოლმე თქვენ? ბატონო? ტიპს თუ გიტოვებენ ხოლმე თქვენ? მიმტანებია? თქვენ მიმტანი ხართ? არა, მე მზარი ვიდეო. კი. ხო და თქვენ გიტოვებენ? არა, ჩვენ არ ვიყავთ. თქვენ არ იყავთ? მინდა რომ თქვენ დაგიტოვოთ ხა ტიპი. იმიტომ რომ თქვენ არ გიტოვებენ არასდროს. ხომარო. ხო, თქვენც ხო უნდა დაგიტოვოს ვიღაცამ და ეს ჯოი ჩვენი სასმელით მინდა რომ გადმოგცეთ. და ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ძალიან მომეწონა და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. საერთოდ ზონდის. შეიძლება. კი. მეცა. მადლობა. არაფერს. ძალიან გაიხარა თავიდან ეუცნაურა კიდეც და არ მართმევდა ამ ფულს ვერ მიხვდა რატო აძლევდი, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიპოვეთ ისეთი ადამიანი, ვისაც საერთოდ არ უტოვებენ ტიპს. და ეხლა წავედით სხვა პროფესიებზე. მოკლედ, მეორე დღე არის და ვაგრძელებთ დღესაც ისეთი პროფესიის ადამიანების დათიფვას, რომელსაც ტიპს არ უტოვებენ. და შემდეგი პროფესია არის საბაგიროს გამცილებელი. წავედით და მგონია, რომ საბაგიროს გამცილებელსაც არ უტოვებენ ტიპს საერთოდ. და წვიმა იწყება მგონი. ასვლა ჩამოსვათ ხო, მაგრამ მარტო ასვლა გამიტარა. მოკლედ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა რომ თაწმინდადი და ძალიან მომენატრა და კიდევ თაწმინდის პუნჩიკებიც მგონია რომ ძალიან მოუხდება ჯოის. ატრაქციონებიც მაგრამ მოუხდება ჯოის, ერთხელ ატრაქციონებზე დავშლები. ძალიან ლამაზია ხო იცი საბაგირო რაც შეცვალეს. და მგონია რომ ესეც ძალიან ემოციური კადრები გამოვა, როცა ვაჩუქებთ თაწმინდის საბაგიროს გამცილებელს. ავერ მოვიდა რა ნელა მოდის. ნახავთ ეხა ხედებს. მოი სანამ მოდი ჯოი დავლიოთ. და თქვენ კიდე არ დაგავიწყეთ ჯოის YouTube არხის გამოწერა და ამ ვიდეოს მოწონება, იმიტომ რომ 15,000 ლაიქზე მეორე სერიებსაც გადავიღებთ. გამარჯობა. რაღაც რო კითხოთ შეიძლება? თქვენთვის ტიპი თუ დავტოვებიათ? არა? შენ რამდენი ხანი აქ მუშაობთ? 5 წელი და რთული სამსახური გაქვთ? აბა რა მხრივ? ხალხი როცა ბევრია. კაი, და მინდა რომ ტიპი დაგიტოვოთ თქვენ ახლა და ჯოიც გაჩუქოთ. და შეგიძლია რომ დააგემოვნო და როგორ მოგეწონება მაინტერესებს. კი ბატონო. არ არის ლიმონათი არის ენერგეტიკულის გემოთი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი ნახვამდის. ემოცია არ ქონდა, მაგრამ მეც ეგეთი ადამიანი ვარ, ანუ ემოციას ვერ გამოვხატავ, როცა საჭირო არის, ამიტომ მესმის. არაფერს. ხო და ამიტომ მაინც გავახარეთ და როგორც ველოდი, არც მისთვის არ დაუტოვებია არასდროს არავის ტიპი. ხედის ფონზე ძალიან ლამაზი კადრი გამოგვდის და თან ისეთი ემოციური ვიდეო გამოგვდის, რომ ამ ვიდეოს უეჭველი მოუხდება ედიტები, ამიტომ თქვენთვის სიახლე გვაქვს. შეგიძლიათ გააკეთოთ ედიტები და შეიძლება შემდეგ თქვენც დასაჩუქრდეთ ჯოისგან ძალიან მაგარი საჩუქრებით. ეხლა კი წავედით შემდეგ ლოკაციაზე და შემდეგი პროფესიის ადამიანთან, რომელსაც ძალიან მალე გაიგებთ. ვაიმე არ ჩავარდია. და შემდეგი პროფესია არის კონსულტანტი. ერთ-ერთ ობიექტს შევალთ და დავთიფავთ კონსულტანტს. წავედით. აი ამაზე მოგძელი ცოტა პატარა სივრცე მაქვს ოთახში და თან აი კარადაზე რო ჩამოიკიდება
ამას აქვს ესეთი ჩამოსაკიდებლები. აუ, კაია. ეს შეიძლება კი ჩამოეკიდეს კარადაზე. ამას უკანაც მის ისინი აქვს სოფია. ასამაგრებ სამი ვარიანტი. და ეს არის კიდე ის. საკეთებია რაღაც. ეს რა ვირს ამის ხედავ. ცოტა დიდია, მაგრამ სამას ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენთვის ტიპი თუ დაუტოვებიათ ოდესმე? არა. ესე დიდი ხანია აქ მუშაობთ? კი. წერტ. ამ ფილიალში არა. კი, სხვა კაცი. და ისა მაინტერესებს, აი რამდენად რთულია ხოლმე აქ მუშაობა? რთული არა. არა? მოხარებლები არ გაწუხებენ. არა. მეც მიმუშავე მოსაყურებლობაში. ეხლა მინდა რომ გაგახაროთ და ტიპი დაგიტოვოთ. კი, გთხოვთ. კი. მართლა და ეს ჯოისაც საჯოქრად გადმოგცემთ და თუ გნებავთ ეხლა შეგიძლიათ დაგემოვნება და აგემოვნეთ, მაინტერესებს როგორ მოგეწონებათ. და გამისინჯოს. ენერგეტიკული არ არის, უბრალოდ ლიმონათი არის ენერგეტიკულის გემოთი. კაია. და ძალიან დიდი მადლობა რომ ესე დამიხმარეთ თავიდანვე. და მადლობა და აბა წარმატებული დღე ნახავთ. მოკლედ ძალიან საყვარელი გოგო იყო. მაქსიმალურად დამეხმარა, მაპოვნინა ყველა სარკედამას ვარიერებინა საერთოდ რაც კი ჰქონდათ და თავიდან ძალიან მოერიდა კიდეც არ მართმევდა ფულს და გონი მიცნო კიდევაც რაღაც მომენტში ვერ ვიქნები ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ ისე არ მართმევდა ჯოი არ მიყიდიაო აქამდეო და ძალიან მოეწონა რომ გავასინჯე. მისია შესრულებულია, ძალიან გავახარეთ გონია. რამდენჯერ დაგიტოვებია ტიპი პოპკორნის გამყიდველისთვის. დარწმუნებული ვარ რომ არასდროს, იმიტომ რომ მეც არასდროს არ დამიტოვებია ტიპი. ხო და ეხლა მოდი ჩვენ გავახაროთ და დაუტოვოთ ტიპი პოპკორნის გამყიდველს. დიდი ხანია აქ მუშაობ? რამდენი ხანი? მართლა? ისე რა რომელია საყვარელი ფილმი და ეხლა რა ფილმები არის? ძალიან დიდი ხანია მე არ დავდივარ კინოში და ეხლა სამ ფილმი გვაქვს საშინელებად, რაც უთხოვნადი არის, მაიკლი და პრატაჟი. პატარძალი თუ რა მითხარი? ხო, ვიცი. ეგ არ მომეწონა. შენი საყვარელი ფილმი რომელია? ესე გამორჩეულად. არა, არც მე არ მაქვს ეს ფიქრობდი გზაში კითხვებს რო ვადგენთ და არც მე არ მაქვს საყვარელი ფილმი. მოკლედ, მინდა რომ გაგახარო და მე დაგიტოვო ტიპი და ჯოიც გაჩუქო. არა. კი. არა, მე წავიღებ მე უკან. კი, და ჯოიც მინდა რომ დააგემოვნო და მაინტერესებს როგორ მოგეწონება. დიდი მადლობა. მიდი, აბა და მაინტერესებს. ლიმონათი არის ენერგეტიკულის გემოთი უბრალოდ. არ შეიცავს არც კოფეინს, არც ტაურინს და მოკლედ არა. ერიკი ძალიან გამიხარდა რომ გაგახარეთ და იმედია კიდევ დაგიტოვებენ. აბა ნახვამდის და მადლობა არა. მოკლედ გავახარეთ ძალიან გაუკვირდა, მაგრამ თურმე ძალიან იშვიათად უტოვებენ მაინც ტიპს და ეგ ძალიან გამიხარდა და მგონი ამ ვიდეოში ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რომ გოგონა რომ პოპკორნის გამყიდველსაც არ უტოვებდნენ ტიპს. მაგრამ ამდენს ნამდვილად არ მიტოვებენო, ამიტომ მაინც გამოგვივიდა გახარება. ამ ვიდეოში სხვადასხვა ხასიათის და ასაკის ადამიანები ვნახეთ. მათი პროფესიები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნაწილი მათგანი განსაკუთრებით ემოციურად შეხვდა ჩვენ საჩუქარს. ნაწილმა თავისებურად გამოხატა, რას გრძნობდა იმ მომენტში. ჯერა რომ ამ მცირედი საჩუქრით შევძელით და ადამიანების ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე ცოტათი უკეთესი გავხადეთ. ჩვენთვის ადამიანებისთვის ცხოვრებაში დადებითი ემოციები ფასდაუდებელი საგანძურია. საგანძური, რომელიც შეგვიძლია სრულიად უცხო ადამიანებსაც მარტივად გაუზიაროთ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ აქვთ ვინ ვართ. არა, გვინდა მათგან. მაგრამ როცა შენი მიზანი სიკეთის კეთებაა, რა საჭიროა ვინმე გიცნობდეს. მათი თვალები ყველაზე კარგად ამბენ იმას, რისი თქმაც მათ გულებს უნდათ. მოკლედ, ჯოის მისია წარმატებით შევასრულეთ და ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება, თუ ყველას მისია გახდება ისეთი რაღაცეებით ადამიანების გახარება, რასაც არასდროს არ მოელიან. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ უცნობების გახარება ძალიან პატარა დეტალებით და თუ ეს ვიდეო მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჯოის YouTube არხის გამოწერა და ამ ვიდეოს მოწონება და წინ ძალიან ბევრი მაგარი საინტერესო ექსპერიმენტი გელის.